კოჭილი კამეჩი. იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, ყავდა პატარა ქალვაჟი. ცოლი რომ მოუკვდა, მეორე ცოლი მოიყვანა კაცმა. ავმა დედინაცვალმა ისე შეიძულა ეს ბავშვები, რომ თვალის დასანახავად ეჯავრებოდა. დედინაცვლის ყოველ დავალებას რიგიანად ასრულებდნენ, მაგრამ ქალის გული მაინც ვერაფრით მოიგეს. ყოველთვის სახიფათო გზაზე და საქმეზე აგზავნიდა. დილით გარეკავდა ღორებს შორს ეს ქალი, წყალს გაღმა ან ძროხებს ტყეში და მთაში არ ეკავდა. მათ საძებნელად კი საღამოშამს ბავშვებს აგზავნიდა, რომ სიბნელეში ტყეღრეში ეძებნათ საქონელი. დღემუდამ ამისთანა განსაცდელში აგდებდა გერებს, მაგრამ ბავშვების ბედად იმ კაცს ჰყავდა ერთი კოჭილი კამეჩი და ერთი მაკე ძაღლი. ეს ქალი საღამოზე ბავშვებს რომ უბრძანებდა მონახეთ საქონელიო და ბავშვები ტირილით წავიდოდნენ, ეს კამეჩი და ეს ძაღლი უკან გაჰყვებოდნენ ხოლმე ბავშვებს. იცავდნენ ყოველგვარი ნადირისაგან. კამეჩი ბავშვებს ზურგზე შეისხამდა და ასე კოჭლობით აძებნინებდა საქონელს. წინ ძაღლი მიდიოდა და გზას იცავდა. თუ დედაკაცი სახლში უყვიროდა ბავშვებს, მაშინ კამეჩი რქებით ისე ძლიერად დაეჯახებოდა სახლს, დედაკაცი იფიქრებდა, ეს არის სახლი თავზე დამენგრაო და ხმას დაუწევდა. ამის შემხედარე მეზობლები ამბობდნენ, დედის სული ამ კამეჩით და ძაღლით იცავს ბავშვებსო. ესენი რომ არა, ამ ბავშვებს ამ დრომდე ან ნადირი შეჭამდა, ან და ეს დედაკაცი დახოცავდაო. გადიოდა დრო. დედაკაც არაფერი არ გაუვიდა. უშლიდა და უშლიდა ხელს კოჭლი კამეჩი, მაგრამ ბოლოს სხვა ხერხს მიმართა ქალმა. ერთხელ სამუშაოდან დაბრუნებულ ქმარს ძლიერ შეჭირვებული ავადმყოფი დაუხვდა. რა დაგიმართა? რა ამბავია შენს თავს? კითხა ქმარმა ქალს. მე ავადვა, დილით მარჩიელი მოვაყვანინე. მარჩიელმა მითხრა, თუ კი შინაური კამეჩის გულღვიძლი არ შეჭამე, უეჭველად მოკვდებიო. ქმარს თავზარი დაეცა. როგორ უნდა შელეოდა კოჭლ კამეჩს დასაკლავად, მთელი ოჯახის მარჩენელს, თავისი ბავშვების გამზრდელსა და დამცველს. უარი თქვა პირუტყვის დაკვლაზე, სხვა რამე გამოსავალი ვნახოთო. არანაირი გამოსავალი არ არის. ამარე მარეში სხვა კამეჩი თვალით არავის უნახავს. გამოდის უნდა მოვკვდე, შენ ჩემი სიკვდილი გადაგიწყვეტია. ქვითინით უთხრა ცოლმა ქმარს. მეორე დღეს კი ისევ დაიბარა მარჩიელი და დაარიგა. უთხარი ჩემს ქმარს, თუ კი კამეჩის გულღვიძლი დროულად არ აჭამე შენს ცოლსა, ადრე მოკვდება თქო. მარჩიელი მივიდა ქმართან და უთხრა. შენ რა კაცი ყოფილხარ? ერთი ცოლი მოკვდომია, ახლა ესეც უნდა მოკლა უპატრონობით. ერთი კამეჩი ვერ გაგიმეტებია ქალის მოსარჩენად. მალე მოკვდება თუ კი კამეჩის გულღვიძლი არ აჭამე. კაცმა იფიქრა, დიდი უბედურება იქნება ოჯახისთვის კოჭლი კამეჩის მოშორება, მაგრამ რა ქნას თუ კი ცოლი მოუკვდება უიმისოდ. არჩია დაკლას კამეჩი. საღამოს დაუძახა მეზობელს. თუ ძმა ხარ და მეხმარე, ხვალ კამეჩი უნდა დავკლა. ამ კაცმა გამოიტანა დიდი დანა, გალესა ქვაზე, მიაყუდა იქვე, ემზადება დილისათვის კამეჩის დასაკლავად. ბავშვებმა არაფერი იცოდნენ, კამეჩს დაკლას რომ უპირებდნენ. ღრმა ძილში რომ იყვნენ, გამოაღვიძა ისინი რაღაც ხმამ. ადგნენ და გარეთ გამოვიდნენ. იმავე ხმამ ბავშვებს დაუძახა. შეაჯექით კოჭლ კამეჩს, აიღეთ ეს დანა, ძაღლიც წაიყვანეთ, სადაც კამეჩმა წაგიყვანოთ, თქვენც იმას მიყევით. შეასხდნენ ბავშვები კამეჩს. კამეჩმა გაქუსლა როგორც შეეძლო, ძაღლიც აედევნა. გაიტაცა ბავშვების შორს, გათენებამდე 2 რიგი მთა გადაირბინა. მეორე დღეს მთელი დღე იარა. საღამო ჟამზე გაჩერდნენ ერთ ტყეში. კამეჩი დაწვა და ძაღლიც გვერდით მიუწვა. იმავე ხმამ დაუძახა ბავშვებს. გამოსჭერით კამეჩს ყელი, გაატყავეთ, ასო დაჭერით, დააწყვეთ მინდორზე, შუაში თქვენ დაჯექით. ძაღლიც ფეხებთან დაიწვინეთ, ზედ კი კამეჩის ტყავი დაიხურეთ. ბავშვებმა ეს რომ გაიგონეს ტირილი მორთეს. ამ უადამიანო ადგილას ერთადერთ იმედად კამეჩი ჰყავთ. შემოეხვევნენ კამეჩს კისერზე. უამისოდ, ჩვენი სიცოცხლე არ იქნებაო. ცხარე ცრემს აყრიან. ამ დროს კამეჩი უსულოდ გაიშხლართა მათ ფეხებთან. მისი მუცლიდან ისევ მოესმათ ხმა. ჩქარა გამოსჭერით ყელი,
თორე მხეცები დაგჭამთ. რაღაც იზამდნენ. აიღო ვაჟმა დანა, გაფატრა, გაატყავა როგორც იყო, დაჭრეს, დააწყვეს ხორცი წრეზე, თვითონ ჩასწდნენ შუაში, დაიხურეს ზემოდან კამეჩის ტყავი, გათმნენ და მიეძინათ იქვე. გათენ და მეორე დილა. გაახილეს თვალი და რას ხედავენ. ირგვლივ ისეთი ციხე სასახლე აშენებულა, რომ თვალით უნახავი. ძვირფას ქვეშაგებში სწინავს ორივეს. ეზოს ქვის გალავანი არტყია და გალავანს ერთი ძლივს გასაღები რკინის კარი ჰკიდია. შიგ სახლში აუარება სიმდიდრეა. კინაღამჭკუა დაკარგეს სიხარულით ეს სანახავი რომ ნახეს. უხარიათ რომ ამდენი სიმდიდრის პატრონი გახდნენ და უხარიათ უფრო დედინაცვლის მოშორება. გამოხდა ხანი. გოგო დიდი გახდა, დაქალდა, ვაჟი დავაშკაცდა. კარგი მონადირე დადგა. ძაღლისგან 4 ლეკვი დარჩათ. ერთგული ჭკვიანი ძაღლები გამოიზარდნენ. სანადიროდ დაჰყვებოდნენ და მარტო არასტოვებდნენ. ახლა ძაღლები იცავდნენ მათ განსაცდელისაგან. ნადირობს ვაჟი, მოაქვს სახლში ნანადირევი. ისე უყვარს თავისი და ზედ დაჰკანკალებს. სანამ სანადიროდ წავა, კარებს გულდაგულ რაზავს და დასაფრთხილებს, არას დიდებით არავის გაუღოს. ქალი მთელი დღე მარტო რჩება შინ, ხმის გამცემი ენატრება, მოწყენას გრძნობს. ერთ დღეს გაიარ გამოიარა ეზოში, იფიქრა. მოდი ერთი კარი გავაღო და ეზოს გარეთ გავიდე. იქ რაღა ხდება? გააღო კარი და გავიდა ეზოს გარეთ. ნახა რომ სულ ტყია იქით-აქით. მეორე მხარეს გაიხედა, ახალგაზრდა ტყის კაცი დგას და უყურებს და უცინის. დიდი ხანი გასულა ადამიანის მსგავსი არაფერი არ უნახავს. ახლა ამ კაცის ნახვა გაუკვირდა. თან შიშს საგრძნობს და თან უკვირს. შევარდა ეზოში და მიიხურა კარი. მეორე დღეს კიდევ გაიარ გამოიარა. მოდი ერთი ვნახო, ვინ იყო ის კაცი გუში რომ ვნახე? იფიქრა, გააღო კარი და გავიდა. გაიხედა ქალმა და იქვე დაუხვდა ის კაცი. ქალი გუშინდელივით არ შეშინებულა, მიუახლოვდა კაცი და ჩახედა თვალებში. მოჯადოვდა ქალი, შეიყვანა ეზოში და საღამომდე ერთად ატარეს დრო. საღამოს ქალმა გაუღო ეზოს კარი და გამოემშვიდობა. საცაა ჩემი ძმა მოვა და განრისხდება. კაცაც სწორედ ძმისა ეშინოდა, თორემ ამ ქალს დიდი ხანია უთვალთვალებდა. დაბრუნდა ძმა საღამოს ნადირობიდან ძაღლებით და რაღაც ფერნაკრთობი და ნაღვლიანი ნახა და ჰკითხა. რა დაგემართა გენაცვალე? ავად ხომ არ ხარ? და მიუარა. არაფერი, ცოტა თავი ამტკივდა შენს ლოდინში. მეორე დღეს ჩვეულებრივ წავიდა ვაჟი სანადიროდ თავისი ძაღლებით. ადგა ქალი მაშინვე, გაუღო ჭიშკარი ტყის კაცს და შემოიყვანა ეზოში. კაცი ეუბნება. შენი ძმის რომ არ მეშინოდეს, მუდამ შენთან ვიქნები. ქალმა უპასუხა. ჩემი ძმის რომ არ მეშინოდეს და მისი ძაღლების ცოლად გამოგყვებოდი. ტყის კაცმა უთხრა ქალს. მოვიგონოთ რამე და გავგზავნოთ შენი ძმა სადმე შორს, რომ ერთი კვირა მაინც არ მოვიდეს. საღამო ჟამი რომ დადგა, დაწვა ქალი ლოგინში. მოვიდა საღამოზე ძმა თავისი ძაღლებით და დიდძალი ნანადირევი მოიტანა. უიმე დაო, ეს რა დაგმართნია? ავად ხომ არ ხარ? ქალმა დიდი შეწუხებით მიუგო. ძალიან ცუდად ვარ ძმაო, შეიძლება მოვკვდე. წამალი კი ვიცი, მაგრამ შორს არის ძალიან და ვერ გაგზავნი მოსატანად. ძმა მიუგო. ოღონდ თქვი რა მოგიხდება და მე და ჩემი ძაღლები არაფერს დავტოვებთ უპოვნელს, არც ქვესკნელში და არც ზეცაში. დამ უთხრა როგორც ტყის კაცმა დაარიგა. მესიზმრა შავსა და თეთრ მთას შორის დათვების ოჯახი ცხოვრობს. მამალი დათვის გულღვიძლით ურჭამე, შეიძლება მოვრჩე, თუ არა და ჩემი მორჩენა შეუძლებელია. მაშინვე გადაიკიდა მშვილდესარი ძმამ, მოუხმო ძაღლებს და გაუდგა გზას. მიდის ძმა ძალიან დაღონებული. ცრემლები ადგება თვალზე, ვაი თუ ჩემს დას ვერ მივუსწრო და მოკვდეს ჩემს დაბრუნებამდეო. ამ ფიქრში რომ არის, რაღაც ნიშანი მოესმა. გაიხედა ნახა სერზე გადმომდგარი ერთი მშვენიერი ახალგაზრდა ქალი. ქალმა ხელი დაუქნია. მივიდა ვაჟი, თვალს ვერ უსწორებს ამ ქალის სილამაზეს. ქალმა ჰკითხა. ვინ ახარ და საით გაგიწევია? ვაჟი თავის გაჭირვების ამბავს მოუყვა. ქალმა უთხრა. შენი დას ტყუის, არ არის ავად. ტყის კაცი უყვარს და დათვებთან საბრძოლველად იმის რჩევით გამოგზავნა. დაბრუნდი ამ წუთში და საკადრისი მიუძღვი იმ ტყის კაცსაც და შენს დასაც, რადგან იმას არ უნდა ეღალატა შენთვის. ვაჟს გული მოუვიდა ამ სიტყვებზე. შენ ვის უბედავ მოტყუებას? შენს ტყუი ვიღაცა ხარ,
ჩემი და მაგას არ იზამდა, ავად არის და მე წამალს მივუტან კიდევაც. არას დიდებით არ დაიჯერა ვაჟმა ქალის სიტყვები და განაგრძო გზა. ქალს ძალიან შეებრალა ვაჟი და დაუძახა მიმავალს. თუ არ დაგიშლია და მიდიხარ მაინც, წაიღე ეს ხანჯალი და წაიყვანე ჩემი ძაღლებიც. შენ ძაღლებს მიუმატე. გაუგონა ვაჟმა ეს სიტყვა, გაბრუნდა და აიღო ხანჯალი, ძაღლებიც გაიყოლა. გაუდგა გზას, იარა და 3 დღის სიარულის შემდეგ მიაღწია დათვების ბუნაგს. დაუწყო ბრძოლა დათვებს, თუმცა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ძაღლების სიმრავლით და თავისი სიმარჯვით მაინც მოკლა მამა დათვი ხანჯლით, გაფაწრა და ამოიღო გულღვიძლი. წამოვიდა შინ, ნაცნობი ქალი კვლავ გზაზე დაუხვდა. ვაჟმა ხანჯალი და ძაღლები გადასცა, მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და წავიდა. სახლში მისულს და ისევ დაწოლილი დახვდა. მიუტანა დათვის გულღვიძლი და აჭამა. ერთი კვირა არ მოშორებია დას, მეორე კვირას წავიდა სანადიროდ. ჩვეულებრივ მოვიდა ტყისკაცი ქალთან, დაიწყეს სჯა, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო. ტყისკაცმა უთხრა: მე მოგიტან ერთ შულო აბრეშუმის ძაფს, აბა გამოსცადე მაგის იყონე. წავიდა ტყისკაცი და მოიტანა ერთი შულო აბრეშუმის ძაფი და დაარიგა როგორ უნდა მოქცეულიყო. მეორე დღეს და მოწყენილი დაუხვდა ძმას. მიზეზი ჰკითხა ვაჟმა ჩვეულებრივ. რა ამბავია ჩემო დაო, ავად ხომ არ ხარ კიდევ? ავად კი არ ვარ, მაგრამ ძალიან მოწყენილი ვარ, ძალიან ვდარდობ შენზე. მთელი დღეები ტყეღრეში დადიხარ, ვინ იცის რა ნადირი შეგხვდება. არც კი ვიცი რა ღონის პატრონი ხარ. იგება რამე ნადირმა დაგჯაბნოს. ამისთვის მინდა გავიგო შენი ღონე და უფრო მშვიდად ვიქნები. მოიტანა შულოს ძაფი, ფენებად გადააცვა ვაჟს ტანზე და უთხრა: აბა გასწი გამოსწიე. ეს თუ გაწყვიტე, მაშინ დარწმუნებული ვიქნები, რომ შენ დიდი ღონის პატრონი ხარ, გული მშვიდად მექნება. ვაჟმა გაიქნია მხრები, მერე ხელები, ეწევა აქით-იქით წვალობს, ძაფი დაიბლანდა, უფრო შემოეხვია. თავის განთავისუფლების მაგიერ გაება ძაფებში, გაიხლარდა. ძაფის ერთი წვერით ვერ გაწყვიტა. ამ დროს კუთხეში დამალული ტყისკაცი გამოვიდა. უძლურად რომ დაინახა ეს ვაჟი, დაავლო ხელი, უნდა დაანარცხოს. სწორედ მაშინ გაისმა გამაყრუებელი ხმა და კარი ძაღლებმა შემოანგრიეს. დაეხვინენ ტყისკაცს და ლამის ანაფლეთება დაქციონ. ტყისკაცმა ძლივს დააღწია თავი ბასრ ეშვებს. ამ დროს მოვარდა და მოარბენინა დანა და ძაფებიდან გამოხსნა ვაჟი. ძაღლები მივიდნენ და მუხლებთან დაუწვნენ ვაჟს. კარგი, მაგრამ ეს კაცი ვინ იყო? თავს რომ დამესხა ხელფეხშეკრულ კაცს. მე რა ვიცი ვინ იყო. ამიტომ გეუბნებოდი, ირგვლივ ტყია და ტყეში ბევრნაირი საფრთხეა. ვაჟს რაღაცა მუკვინა გულზე. მოაგონდა იმ ქალის ნათქვამი შენი და ღალატობსო, მაგრამ უცებ გაფანტა ეს ფიქრები. ხომ ჩემმა და მიხსნა ამ საფრთხისგანო. ტყისკაცი კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. ერთ დღეს ისევ მივიდა ქალთან და უთხრა: ძაღლებს რამე უნდა მოვუხერხოთ. ისეთი ჯავრი მჭირ შენი ძმის ძაღლები რომ არ ყავდეს, კბილებით შევჭამდი. ასწავლა ისევ ქალს. ისევ გახდი ავად. შენი ძმა მიზეს რომ კითხავს, გაგზავნე წამლის საძებრად. ახლა უფრო დაუძლებელ ადგილას. მართლაც მოიავადმყოფა ქალმა თავი და გაგზავნა ძმა წამალზე. უთხრა: მესიზმრა, სამხრეთის მხარეს არის ერთი დიდი მთა. ის მთა ყოველ 2 საათში იღება და იკეტება. თან ბრუნავს. როცა გაიღება, მაშინ დაინახავ მშვენიერ ბაღს. ბაღში ვას ერთი მწვანე ყურძენი აბია. ის ყურძენი თუ მიშველის, თუ არა და ჩემი მორჩენა შეუძლებელია. წავიდა ვაჟი და წაიყვანა თან 4-ვე ძაღლი. ბევრი ძებნის შემდეგ მიაგნო იმ მთას, რომელიც ყოველ 2 საათში იღებოდა და იკეტებოდა. ძლივს მოკრა თვალი მშვენიერ ვენახს. იცადა მთელი ღამე და როდესაც მობრუნდა მთა და გაიღო, შურდულივით შევარდა შიგ. მოწყვიტა ერთი მტევანი ყურძენი და სანამ მთა დაიკეტებოდა, გამობრუნდა უცბად და გამოვარდა. თვითონ მან დააღწია თავი, მაგრამ ძაღლების შიგ დარჩა. ძაღლების წყავწყავი ესმოდა, მაგრამ ვერას გახდა, მთა დაკეტილიყო. გამოეშურა სასახლისკენ და მართლა მძიმე ავადმყოფი ეგულებოდა. როდესაც ეს ვაჟი შინ მოეშურებოდა, ამ დროს ტყისკაცი და მისი და ერთ ამბავში იყვნენ. სუფრა გაეშალათ, ისხდნენ და სვამდნენ და ჭამდნენ. ამ დროს გაიხედეს და ეს ვაჟი ჩქარა მომავალი დაინახეს. ძაღლები არ მოჰყავს. ამიტომ ამჯერად ტყისკაცი არ დამალულა.
ვაჟის სახლის კარს რომ მოადგა, ტყისკაცი ტყიდან გამოვიდა და მისკენ გამოემართა. აბა, ახლა რა საბირებ? სად წამიხვალ? ვაჟი გაშეშებული დარჩა, ყურძენი ხელში შეაცივდა. მოემზადა საბრძოლველად, მაგრამ დის ღალატით და მოტყუებით ისე გახდა ეს ბიჭი, რომ ხელის განძრევის ღონე აღარ ჰქონდა. ღონე მიხდილი იქვე ჩამოჯდა ხის ძირში, თავის ეზოში. ხედავს, ბოლომდე მოუჯადოებია ტყისკაცს მისი დადა, ამის დანახვაზე გული უკვდება. ახლა კი ცხადი გახდა ყველაფერი. ამ დროს გაუგია იმ მშვენიერ ქალს ვაჟის გაჭირვება. იმავე წამში წასულა იმ მთაში, სადაც ვაჟს ძაღლები დარჩა. დაუკრავს კვერთხი მთაზე, მთა გაღებულა. ძაღლები ყეფითა და გნიასით გამოცენილან. იმ ქალს თავისი ორი ძაღლიც მიუმატებია და ვაჟის სახლისკენ გამოუშვია. ვაჟი რომ უღონოდაა და ტყის კაცის ხელში ჩავარდნილა, გაიხედა და 6 ძაღლი მიწას ეხეთქება, ისე მორბიან. მოვარდნენ ეს ძაღლები და ვაჟს გარშემო უწვნენ. ისე გაუხარდა ერთგული ძაღლების ნახვა, ყველა ძაღლი დაჰკოცნა. მადლობა შესწირა მაღლა ზეცას, ქვეშ დედამიწას. ამასობაში ტყის კაცი უახლოვდება. გულმიცემული ვაჟი წამოიჭრა ფეხზე. მოზიდა მშვილდი და დაუმიზნებლად ესროლა. გაუმართლა და შიგ-გულში მოახვედრა ის არის. ტყის კაცმა ერთი საშინლად დაიღრიალა და უფრო გავეშებული წამოვიდა ვაჟისკენ, უნდა რომ შუაზე გაგლიჯოს. ამ დროს წამოცვიდნენ ძაღლები, მიესივნენ ტყის კაცს და ისე დაგლიჯეს, რომ მისი ხორცი ნაკუწ-ნაკუწ ეყარა მინდორზე. მივიდა ვაჟი დასთან და უთხრა: ამის გამო როგორ მიღალატე დაო? ახლა მე უკვე შენთვის მკვდარი ვარ. სიცოცხლის ღირსი არ ახარ, მაგრამ მე შენს სისხლს არ დავაქცევ. სატანჯველად მარტო ყოფნაც გეყოფა. დაუძახა ძაღლებს, გამობრუნდა და წავიდა. მონახა ის კეთილის მყოფელი ქალი, ისიც სიხარულით მიეგება. შენ ახლა თავისუფალი ხარ. წავიდეთ, ერთად ვიცხოვროთ. მე ძალიან მიყვარხარ. წამოდი ჩემთან. არც არავინ მოგატყუებს და არც არავინ გიღალატებს. ქალმა გააღო დიდი რკინის კარები, შევიდნენ შიგ. ნახა ამ ვაჟმა დიდი ბაღი, ეზოში შადრევნები. სახლში შევიდნენ, იქაც დიდი სიმდიდრე იყო დაგროვილი. ოთახებით სავსე იყო ძვირფასი თვალმარგალიტით. ამ სახლს 12 ოთახი ჰქონდა, სულ ყველა ძვირფასად მორთული. ქალმა ყველა ოთახი გააღო, აჩვენა შიგ რაც იყო. მხოლოდ ერთი ოთახის კარი არ გაუღია. ვაჟმა უთხრა: ყველა ოთახი მაჩვენე და ამას რატომ არ მაჩვენებ? არა, რაც გინდა მთხოვე, ოღონდ მაგ ოთახის გაღებას ნუ მთხოვ, თორემ ჩემი თავი დაგეკარგება. ქალი ტირილი ტყელზე მოეხვია. ვაჟმა არაფერი უთხრა, მაგრამ გულში კი ეწყინა. ნუ თუ ამ ქალშიც მოვტყუდი, რას მიმალავს ასეთსო. არაფერი არ უთქვამს, მაგრამ გულში ეჭვი ჩაუვარდა, რატომ არ მითხრა, რა არის შიგო. 3 წელიწადი ერთად ცხოვრობდნენ და ერთხელაც არ გაუღია ქალს იმ ოთახის კარი. თუმცა ქალი ყოველთვის გვერდში ჰყავდა, ტკბილად ცხოვრობდნენ, სანადიროდაც ერთად დადიოდნენ, მაგრამ ვაჟს მაინც ეჭვი ღრღნიდა. ერთ დღეს ვაჟი შეუძლოდ იყო და ქალი და ძაღლები მარტო წავიდნენ სანადიროდ. არ მოუთმინა ვაჟს გულმა, ადგა, მონახა გასაღები. მივიდა და აკრძალული ოთახი გააღო. შევიდა შიგ, ვერაფერი ვერ ნახა. მხოლოდ ერთ კუთხეში იდგა ერთი მაგიდა. იმაზე ერთი პატარა ყუთი იდო. მივიდა გააღო ეს ყუთი. ნახა თავის ცოლის სურათი, მეტი არაფერია და უნდა რომ დახუროს. მაგრამ ყუთი გააღო თუ არა, ამოფრინდა იქიდან ეს სურათი, გამოვარდა გარეთ ოთახიდან და გაფრინდა ცაში. გამოუდგა ბიჭი ხელების ქნევით, ყვირილით, ვედრებით, მაგრამ გაფრინდა, წავიდა ეს სურათი. რაღაც იზამდა ვაჟი, დაღონდა ძალიან, მაგრამ რა ქნას. ქალმა რომ ეს ამბავი გაიგო, წაიშინა თავში. იტირა, რატომ ქენი ეგ საქმეო, ხომ დაგკარგე ჩემი თავიო. ვაჟი დარწმუნდა ქალის ერთგულებაში, მაგრამ რაღა დროს იყო. მთელი 6 თვის განმავლობაში ცუდი არაფერი მომხდარა. იყვნენ ტკბილად, ცხოვრობდნენ ჩვეულებრივ. ერთ საღამოს გაიხედეს ვიღაც მოკუნტული დედაბერი ზის კართან. კითხეს, რა გინდა ვინახარო? ქალმა მიუგო. მე ერთი საწყალი ქალი ვარ, მათხოვარი, სოფელ დავდივარ. აქ მოვხვდი ამ ადამიანო მხარეში. შიმშილით უკვდები და არც ბინა მაქვს. თქვენ გენაცვალეთ, ერთი ამაღამ ღამე გამათევინეთ, ღმერთი დაგლოცავთ. შეებრალათ ქალი და შემოუშვეს სახლში. ერთი კუთხე მიუჩინეს და საჭმელი აჭამეს, დააწვინეს. მეორე დღეს დედაბერმა თავი მოიავადმყოფა, არ ადგა. ეს დედაბერი ვერ დატოვა ქალმა იმ დღეს და სანადიროდ ვერ წავიდა. ქმარი გაუშვა, თვითონ დარჩა სახლში. დედაბერმა ეს ქალი მარტო რომ ნახა, მაშინვე წამოხტა ლოგინიდან.
ჩაავლო თმებში ხელი, ძალით გაიყვანა კარშით და დაისტვინა. ტყიდან გამოვიდა ერთი შავი კაცი, მოიტანა დიდი ჭური, ქალი ამ ჭურში ჩასვეს, მოუკრეს თავი. დედაბერმა გაიდო მხარზე და წავიდა, წაიყვანა. მეზობელ სახელმწიფოში ერთი მეფე ყოფილიყო. დაბერდა და ცოლი არ ჰყავდა. საიდან არ მოჰქონდათ მისთვის ლამაზ-ლამაზი საცოლეების სურათები, მაგრამ არ იქნა, არ მოეწონა არც ერთი. ერთხელ მეჯოგეებს ტყეში უნახავთ ქალის სურათი. აიღეს და ეს სურათი მეფეს მოართვეს. ამის თანა ქალი ამ მეფეს სიზმარში ენახა და სწორედ იმას იყო, რომ ეძებდა ამდენი ხნის განმავლობაში. სურათი ნახა თუ არა, იცნო და მაშინვე გასცა ბრძანება. დიდ ძალ ოქროს ვაჩუქებ, ვინც ამ სურათის პატრონს მომინახავსო. ოქროს შეხარბებულებმა გადააბრუნეს ქვეყანა, მაგრამ ვერსად ვერავინ ნახეს იმ სურათის მსგავსი. იმ ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი ცბიერი დედაკაცი გულთმისანი. ნახა ეს სურათი თუ არა, მაშინვე თქვა: მე მოვიყვან მაგ ქალსო. წავიდა მოსაყვანად და წამოიყვანა კიდეც. მეფეს ქალი ჭურით მოუყვანეს. ქალი ამოიყვანეს თუ არა, მეფემ მაშინვე იცნო და იქორწინა დიდი ამბით. ამ დროს ვაჟი იმ ქალის დაკარგვით თვითონაც დაიკარგა. გარს დაემსგავსა. რამდენჯერ იფიქრა, კლდიდან გადავიჩეხებიო, მაგრამ კიდევ შეიძლება ვნახო და ამის იმედით სულთმულობდა. დაეხეტებოდა აღმა-დაღმა, დადიოდა ტყეღრეში. ტანისამოსი შემოეხა, ფეხში შოლა დარჩა. ის ბებერი მეფე მოკვდა. ქალმა იფიქრა, ახლა მე ვარ დედოფალი ამ ქვეყანაში და მოვაძებნინებ ჩემს ქმარსო. გასცა ბრძანება. მონახეთ ამისთანა და ამისთანა კაცი და მომიყვანეთო. წავიდნენ მძებნელები. ერთი წელიწადი იარეს, მაგრამ მსგავსი ვერავინ ნახეს. მერე ქალმა თავის შინაყმებს უბრძანა. გააკეთეთ ერთი ბოძი ყველაზე დიდ შარაზე და დადეთ ჩემი სურათი. ვინც იკითხოს, სად არის ამ სურათის პატრონიო, ან თქვას, ეს ქალი ჩემი ცოლიაო, მაშინვე მომიყვანეთ. შეასრულეს კიდეც, გამოფინეს სურათი გზის პირზე. მეთვალყურეებით განან. გამვლელი და გამომვლელი შეხედავენ ამ სურათს და მიდიან თავის გზით. ერთ დღეს გაიხედეს, ერთი მართხოვარი კაცი მოვიდა. თლად დაბლანძული, თმა წვერი ჩაბურდლოდა, კონკებს ძლივს უფარავდა სხეულს. მივიდა და როგორც შეხედა სურათს, ერთი საზარლად დაიყვირა და ბოძს შემოებღაუჭა. სურათის ჩამოღება მოინდომა, მაგრამ არ მიუშვეს. ყვირილი დაიწყო, ტიროდა. ეგ სურათი ჩემია და ამისი პატრონიც ჩემიაო, მომეცით, ჩემი სურათიაო. შენი რანაირად არის შეგლახა? უთხრეს მეთვალყურეებმა. ამის პატრონი ჩვენი დედოფალია. არ მოეშვა კაცი მეთვალყურეებს, არ იქნა, ვერ მოიცილეს თავიდან. დაიჭირეს, წამოიყვანეს სასახლეში, მიუყვანეს დედოფალს და უთხრეს. ეს გლახა კი არა და არანებებს თქვენს სურათს თავს. ამ კაცმა ქალი დაინახა თუ არა, მაშინვე შეჰყვირა. ქალმა თავიდან ვერ იცნო, მაგრამ იფიქრა. ჩემი დაკარგვის მერე ხომ არ გახდა ასეთი. კარგად დააკვირდა თვალებში და იცნო ქმარი. ეგ როგორ გამხდარ ხარ? შესაწყალო, როგორ დაკონკილ ხარ? უთხრა და გადაეხვია თავის ქმარს. კაცმა მიუგო. შენ დამკარგავს რა სიკეთე დამადგებოდა. თან ჩემი სიბრიყვით და ურწმუნოებით დაკარგე და ეგ დარდი მკლავდა. ქალმა მაშინვე მიუჩინა მომვლელები. დააბანინა, მოასვენა, ჩააცვა ძვირფასი ტანისამოსი, მერე იქორწინა და მეფედ დასვა. ძალიან კარგი საქმის მცოდნე და მმართველი გამოდგა ვაჟი. მთელ ქვეყანას უყვარდა და აფასებდა. ცხოვრობდა ორივე, ცოლი და ქმარი, დიდხანს და ბედნიერად. გუშინ იქ ვიყავი იმათთან. დღეს აქ ავარ და თქვენ გიამბობთ ამ ამბავს. თუ არ გჯერათ, არ დაიზაროთ. წადით და თქვენი თვალითა ნახეთ.